გურჯაანის მუნიციპალიტეტში როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავთ სოფელ კარდენახში მდებარე ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი. იგი მის პირად ნივთებს, ხელნაწერებსა და მდიდარ ფოტომასალას ინახავს. თამარ დურგლიშვილი მუზეუმს დაარსების დღიდან თითქმის 9 საუკუნეა ხელმძღვანელობს. იგი ძალიან კარგად იცნობდა პოეტ იოსებ ნონეშვილს. ქალბატონი თამარი ჩვენი სტუმარია, თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მე რომ მომიწვიეთ. ქალბატონ თამარ, მოგვიყევით როგორ დაარსდა იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი. იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა 1980 წელს ოქტომბერში. და იქიდანვე მისი გარდაცვალების შემდეგ იქიდანვე მთავრობამ მიიჩნია რომ მისთვის კარდენახში გაიხსნათ მუზეუმი. ბოლოს შეარჩიეს ის ადგილი, სადაც ახლა მუზეუმი არის. იოსების თქმით, მართლაც რომ ირმების გადასახადში. და გაიხსნა მუზეუმი 1986 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დიდი ზეიმი იყო რომ იტყვიან იოსებ ნონეშვილის მუზეუმის გახსნა. დიახ, მის შემდეგ 47 წელი გავიდა. და ამ ხნის განმავლობაში მუზეუმს თავის სახე არ დაუკარგავს. ეხლა რა თქმა უნდა ჟამთა დრო ყველაფერსაც ცვლის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ძირითადად იმხელა დიდი ყურადღება გვაქვს გადატანილი და სხვათა შორის ყურადღებით არიან ნებისმიერი რაიონის ხელმძღვანელობას და მთავრობიდანაც. და ამან შედეგი გამოიღო ის, რომ დღეს მუზეუმი გეგონება სულ ახლახანს გაიხსნა. ქალბატონ თამარ, როგორ გაიცანით პოეტი იოსებ ნონეშვილი და რა შეგიძლიათ გაიხსენოთ მის შესახებ? ჩემი და პოეტის გაცნობა მოხდა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მეხუთე კლასში ვიყავი და როგორც ახლობელი დედამ მითხრა, რომ უნდა წაგიყვანო თბილისში ბატონ იოსებთანო და რომელიმე ლექსი ისწავლე, რომ ვიცი რომ შეგეკითხება ჩემი რომელი ლექსი იციოდა. მეც ავდექი და წიგნი მქონდა ნაჩუქარი, არის ასეთი ქვეყანა, ახალი გამოცემა, თხელი პატარა წითელყდიანი წიგნი არის და შევარჩიე არის ასეთი ქვეყანა. საკმაოდ მოზრდილი ლექსია, მაგრამ გადავწყვიტე პატარა კი არ უნდა მეთქვა, თუმცა იოსების ლექსები პატარა მე მგონი რომ არც ერთი არ არის. სწორედ ის უნდა მესწავლა. ვისწავლე და გავყევი დედას თბილისში. დაზარების შემდეგ მივედით სახლში, დაზარების შემდეგ იოსებმა გაგვიხსნა კარები. გავუხარდა ძალიან ჩვენი მისვლა. მართლა შემეკითხა რომ მე შენ სხვა წიგნი უნდა გაჩუქო. თუ შენ ეხლა რომელიმე ჩემს ლექსს მეტყვიო და უთხარი რომ ვიციოდი არის ასეთი ქვეყანა. გავაკვირდა ამ ხელა ლექსი როგორ ისწავლეო. დავდექი, მაგრამ ეხლაც განცდიანი ვარ, წარმოიდგინეთ და მაშინ კიდევ უფრო განცდა მქონდა. დავიწყე ეს ლექსი და შუა ლექსის თქმის დროს გავჩერდი და ტირილი დავიწყე. მოვიდა მე ჩემთან მომეფერა. ნუ ტირი ხარო, ეგ ჩემი ბრალიაო. წიგნი უფრო ადრე უნდა მეჩუქებინა შენთვის, რომ უფრო კარგად გესწავლაო. და ასე გამომიყვანა მდგომარეობიდან. მის მერე ყველა გამოცემა მაქვს პოეტის საჩუქრად გადმოცემული ჩემზე. პოეტი ძალიან ნიჭიერი იყო და 7 კლასის დამთავრების შემდეგ დედამ გადაწყვიტა, რომ თბილისში გადაეყვანა. თუმცა ძალიან იყო შეგუებული. კარდენახელ გლეხებს უბანი იყო, ჩახვანთ უბანში ცხოვრობდა და იქვე ვენახებიც იყო. გამოდიოდნენ ვენახიდან ეს გლეხები და რა თქმა უნდა სადღაც ადგილები იყო ისეთი ისხდნენ, მერე ისეთი ადგილი იყო ბუხაურს ეძახდნენ, დიდი კაჩაია იყო. იმ კაჩაიაზე იყრიდა დიდი და პატარა თავს და იოსებიც ხან კალთაში რომელ გლეხს ეჯდა, ხან რომელ გლეხს მამა არ ახავდა და ყველას ეწოდებოდა და ყველა დიდ პატივს ასცემდა. და წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი გლეხებიდან, გლეხური ყოფა ცხოვრებიდან იოსებმა ბევრი რამე აიღო. ისწავლა სითბო და სიყვარული. ამიტომაც გამორჩეული კეთილშობილი პიროვნება გაიზარდა იოსები. მაგრამ უნდა დაეტოვა თავისი მშობლიური სოფელი, რადგანაც სწავლა უნდა გაეგრძელებინა თბილისში.
და ასე წერს, რომ აქ დარჩა ჩემი ბავშვობა, სხვენზე პატარა აკვანი, დედის დარგული ნუშებით, განათებული სახკარიო. დიახ, გადავიდა თბილისში, არ აქონათ უბინაოდ წავიდნენ ღვთის სინაბალეს, რომ იტყვიან, დედა და იოსები. დედამ ბამბეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, ზოოპარკის წინ ასასვლელი რომ არის იქ და უფროსმა პატარა საწოლი სადღაც კუთხეში მიუჩინა, რადგან ბინის ქირაობის საშუალება მათ არ ჰქონდათ და იოსები კიდევ 51 საჯარო სკოლაში მოეწყო იქვე ახლოს ფილარმონიის წინ არის ახლოს სკოლის ყარაულის ჯიხურში ცხოვრობდა. მე ახლა ბავშვებს ვერ წარმოუდგენიათ ყარაული ჯიხური რა არის, მაგრამ უფროსები მიხვდებიან, რომ ყარაული ჯიხური პატარა ფიცრული იყო, 1-2 მეტრიანი, სადაც ხის საწოლი იდგა და ერთი პატარა მაგიდა, რომ ყარაულს ღამე გაეტარებინა და იმდენად შეეცოდათ სკოლის პედაგოგებს და ეს უპატრონო ბავშვი, რომ ყარაულსაც თხოვეს, რომ ეს ბავშვი აემაბრებინა. ასე აღმოჩნდა იოსებ ნონიშვილი სკოლის ყარაულის ჯიხურში და სწორედ აქ შეიქმნა ბევრი ისეთი შედევრი, როგორიც არის მასწავლებელი, დედა და სხვადასხვა ძვირფასი შემოქმედება. და წარმოიდგინეთ, რომ ვინ იწევდა მას მშობლიურ ამაკს, მასწავლებლები, სკოლის მასწავლებლები. განსაკუთრებით იყო გაუთხოვარი მასწავლებელი ვარო ვარდიაშვილი, რომელიც რომ იტყვიან იოსები დეიდას ეძახდა, მასწავლებელს კი არა, დეიდას ეძახდა, რადგან დიდ მზრუნველობას იჩენდა ვარო მასწავლებელი იოსებზე. საინტერესო არის თქვენი შეფასებით, რატომ იზიდავთ ტურისტებს ასე განსაკუთრებით იოსებ ნონიშვილის მუზეუმი? ტურისტები მოდიან ადგილობრივი, მოდიან საზღვარგარეთიდან. აი ეხლაც ერთი კვირის წინ ყავდა ჩვენ ავსტრიიდან ოჯახი და წარმოიდგინეთ, თავისი შვილებით ყავდა. ჩვენო ისე გვიყვარსო საქართველო, რომ თითქმის ყოველ ზაფხულში ჩამოვდივართო და ეს ქალი აღმოჩნდა ხელოვნების მუზეუმის ექსკურსიან ძღოლი ავსტრიაში. და ჩვენთანაც არისო იოსებ ნონიშვილის ფოტო. მე უნდა გითხრათ თქვენ, რომ იოსებმა იმ ხელსაწყოების გზა და პოეტისეული ცხოვრების გზა გაიარა, რომ რა თქმა უნდა, როგორც საზღვარგარეთის მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ფოტომასალებია ჩვენს მუზეუმში განფენილი, განლაგებული, ისე კიდევ ალბათ ჩვენი ქართველი პოეტების იქნება და იოსებისა ნამდვილად იქნება ბევრ ქვეყანაში, რადგან იოსები განსხვავებული იყო ყველა მწერლისაგან იმით, რომ ეს საბჭოური ცხოვრებაში, საბჭოურ ყოფაში მოუხდა მას პოეტური მოღვაწეობა. მაშინ ის დრო იყო, რომ საზღვარი არ იყო გახსნილი, რომ იქით გადასულიყვნენ, მაგრამ იოსები საბედნიეროდ 1961 წელს მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრად აირჩიეს. ეს აზია, აფრიკისა და ევროპის. ეს ნიშნავდა იმას, რომ იოსებს უფლება ჰქონდა, რომ საზღვარგარეთ თავისუფლად გადასულიყო და ემოგზაურა. ეს მხოლოდ 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან იოსებს როგორც პოეტს შეხვდა წილად, არგუნეს წილად და მწერლებიდან რუს მწერალ სიმონოვს ერგო და ეს ორი მწერალი, სიმონოვი და იოსებ ნონიშვილი ძალიან ხშირი სტუმრები იყვნენ საზღვარგარეთში. თითქმის მსოფლიო თვითონ იოსები ახსენებს, რომ მსოფლიოს 97 ქვეყანა საკუთარი ფეხით ამაქვს მოვლილიო. და წარმოიდგინე, იმის მიზანი იყო, პოეტის მიზანი იყო, რომ ჩვენი კულტურა, ამ პატარა ქვეყნის კულტურა გადაეტანა იქით და იმათი კულტურა კიდევ აქეთ გადმოეტანა და ძალიან ბევრი სტუმარს იწვევდა აქ თავის ქვეყანაში. აბორიგენები, ერთ-ერთი ჩვენ ფოტომასალაც აქვს, აბორიგენების ბელადი, უანჯუკ მარიკა ავსტრალიაში იოსები წავიდა, ბელადს იქ შეხვდა და წარმოიდგინეთ, ისეთი ცხოვრება ქონოდათ, რომ სულ შიშვლები დადიოდნენ. და მე ეს აბორიგენების ბელადი მოიწვია საქართველოში იოსებმა.
სიცოცხლის პერიოდში და საზღვარზე შარვალ კოსტუმი, ანუ პიჯაკი დაახვედრა. ძალიან ბევრი ლექსი შეიქმნა, რა თქმა უნდა, ნატო ვაჩნაძეზე. და როგორც ჩანს, არქივში შევედი მე 2-3 წელი არქივს ვამუშავებდი და როდესაც იბრალებდნენ, ქალბატონი მედია იბრალებდა, რომ არა ეს ლექსი მე მომიძღნაო. არა და 1953 წელს მოიყონა მეუღლე და ეს ლექსი იქნობამდის იყო შექმნილი. შემდეგ წინ უყვარდა ვინმე ლეილა, არც იმას არ უძღვნა და გამოიკვეთა აი არქივში მე თვითონ ძალიან საინტერესო მასალა მოვიძიე. როდესაც ფრონტიდან დაბრუნდა იოსები, რუსულ-ქართული რედაქცია იყო, რადგან აქ უკვე საბჭოური წყობილება იყო და მცხეთობაზე წასულიყვნენ რედაქციის თანამშრომლები. იქ ყოფილიყო ნატო ვაჩნაძე. საღამოს ეხლა კარგად რომ შეზარხოშებულიყვნენ, ასულიყვნენ მცხეთის ჯვარზე, სამხედრო მანქანით, სადაც ნატო ვაჩნაძეც იქ ყოფილა. და ნატო ვაჩნაძეზე თვალი შეერია იოსებ ნონეშვილს. იქ დაუჩოქა სწორედ მცხეთის ჯვარზე მუხმოდრეკილმა შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა, იქ უთხრა შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა და რარიგა დაგშვენდებოდა. შენ ერთ სიტყვაზე ქალაქები აშვენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს ძალკოტი და ასე შემდეგ. ქალბატონ თავად დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და ასეთი ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. პოეტის გახსენება და პოეტის ბიოგრაფია მართლა სამომწურავია. მე 10 წუთი კი არა, არც 100 წუთი არ მეყოფა და არც დღეები არ მეყოფა პოეტზე საუბრისას. მადლობთ რომ მომიწვიეთ. კიდევ გიხდით დიდ მადლობას.